მოხდა ის რაც უფალმა წადით და ისინი წავიდნენ თუ არა წამს ვერ განიკურნენ. მაშინ მიიღეს პასუხი უფლისგან სათხოვარზე და ეს იმდენად დიდი სასწაული იყო 9 აღარ მოbrunდნენ და არ ემადლიერებოდნენ ამას. 9-ს არ ქონდა არაფერი სათქმელი თითქოს, მაგრამ ერთიო, რომ დაინახა განვიხილება, რომ დაინახა ჩემს ცხოვრებაში ღმერთმა რა გააკეთა. მე მინდა წავიკითხოთ მაინც ეს ადგილი. რატო ვკითხულობთ ასეთ შეიძლება, იმიტომ რომ ღმერთს უნდა მუდამ გვახსოვდეს, როცა ეს ჩვენს ცხოვრებაში მოქმედებს. როცა გვიჭირს მამაღლა ყვირივად, როცა პასუხობს ჩვენ აღარ ვემადლიერებით და აღარ ვართ პასუხენი მის მიერ დამოქმედაზე. იერუსალიმს რომ მიუახლოვდა გაიარა სამარიასა და გალილეას შორის. ერთ სოფელში რომ შევიდა 10 კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომელიც მოშორებით გაჩერდნენ. ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ, შეგვიწყალა იესო მოძღვარო. იესომ რომ დაინახა უთხრა, წადით ეჩვენეთ მღვდლებსო. როგორც კი წავიდნენ, განიწმინდნენ და მათი ავადმყოფობა დასრულდა. ერთი მათგანი რომ დაინახა განვიკურნეო, უკან მოbrunდა, მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთსა. სახით დაეცა მის ფეხებთან და მადლობდა და ეს იყო სამარიტელი. მაშინ იესომ თქვა, ნუ თუ 10-ვენი არ განიწმინდნენ, ნუ თუ ჩემი ძალაუფლება 9-ზე აღარ გავრცელდა და სხვებიც არ გახდნენ ჯანმრთელნი, როგორც ჩემი სათხოვრის მიხედვით უპასუხებად. 9 სადღა არიან, როგორ მოხდა, რომ ამ უცხო ტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღმერთის სადიდებლად, მას უთხრა, ადექი შენ ახლა წავდი, შენ მარწმენა, შენ გადაგარჩინე კიდეც. კი არ განკურნა მარტო, შენ გადარჩენაც მიიღე, იმიტომ რომ მოbrunდი ღმერთთან და ეს მსხვერპლები მოიტანე და მიეცე ღმერთს. სამადლობელი, სადიდებელი და თაყვანისცემის. არსებობს სულიერი მსხვერპლები, სამადლობელი, სადიდებელი და თაყვანისცემის. ამ კაცმა სამივერდროულად გააკეთა, მაგრამ იმ 9-მა არ გააკეთეს. მე მინდა ყველას გითხრათ, არ არსებობს აქ უყოფი ადამიანი, ვისაც არ დაუდგება საჭიროება, რომ ღმერთისგან უნდა მიიღოს პასუხი. მამი და ჩემი მიშველის, პაპი და ჩემი მიშველის, ვიზა ჩემი ცხოვრობს, ეს ის არის ესეთი, ასეთი მყავს ესეთი. ბარაკ ობამა რო იყო შენი ძმა და შენი მე არ ვიცი, ყველა თეთრი სახლი რო იყო შენი მხარდამჭერი, არაფერი საშველი არ არის. არის საჭიროებანი, რომელსაც თუ ღმერთმა არ უპასუხა, არ ეპასუხებენ პასუხს. ანუ ის არ გაიცემა პასუხად, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამაზე პასუხის გაცემა. მე მინდა ვახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ როცა ღმერთი პასუხობს, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მღვდლებმა იმოქმედა, ალბათ ჩვენ მარწმენა გვიშველა. აი მე რომ წავდა, იმიტომ განვიკურნეთ, რომ იესომ რო თქვა წავდი მღვდლებს ჩვენ იმიტომ კი არ განვიკურნეთ. და ადამიანები მილიონ მიზეზს ნახულობენ, თქვა თვითონ ღმერთი არაფერ შუაში არ იყო. ჩემ მარწმენა მიშველა. ჩემმა ლოცვებმა მიშველა. ხშირად ჩემი ლოცვებს უფრო დიდი ყურადღება აქვს გადატანილი ვიდრე ღმერთის პასუხებს. მე არ შეგვარ მოbrunდნენ ეს 9, მაგრამ რომაელთა წერილში მოციქული პავლე ამბობს, რაც წინათ დაწერილა ჩვენ სასწაულებლად დაწერილი. რა დაიწერა ჩვენ სასწაულებლად? რომ 9 შორის არ მოხვდეს არავინ. რომ 9 შორის არ იყოს შენ არასდროს მოქცეული. და ყოველთვის შეგეძლოს თქვას მართლა. მე მინდა ვხედავდე შენს მადლს, მინდა მადლიერებით უპასუხო შენს მადლს და მინდა ღმერთო მადლი, რომელიც შენგან ჩემზე ფუჭი არ იყოს და მე გამოსაიდებელ ჭურჭელს გადავიქცევ დროს. იმათ არაფერი აღარ ქონდა წინ, არაფერი მომავალი აღარ არსებობდა მათთვის, მაგრამ უფალმა ყველანაირი შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მათ ვერ გამოიყენეს ის და 9-ზე არ უქონს უფალს რომ ისინი გადარჩნენ. მათ რაღაცა მომენტი ისარგებლის, მაგრამ ბოლოს შეიძლება მათი ბოლო ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ კი გაფრთხილება არის რომ მხოლოდ ამას უთხრა რომ შენ არა მარტო განიკურნე, შენ გადარჩი კიდეც. ეს ადამიანები რომლებიც მოდიან ღმერთთან და ხშირად ევედრებიან უფალო ეხლა უნდა მიშვება. ღმერთო, ვერც ექიმი და ვერც ექიმი. ვერც ვერავინ სხვა ვერ შემეწევა და ვერ დამეხმარება, შენ უნდა მიშვება. მისმენეთ ყველას მინდა ვთქვა. ღმერთი ელოდება პირველ რიგში სამადლობას.
მადლიერი ადამიანი აუცილებლად დავალებულად გიზნობს თავს. შენ რაღაცა გინდა გააკეთო ღმერთისთვის. მიდიხარ მადლობას ეუბნები. ერთხელ ერთი პიროვნება მიყვებოდა. ძაღლი გაიჩხირაო, მავთულებში იყო ღობის ქვევით და დიდი ხანი არავინ არ აუშვა და რომ ბოლოს და ბოლოს ეს ძაღლი უკვე დღეები დაგმული იყო და არც არავინ მიდიოდა რომ ეს ფეხებით იყო და კისრით ჩახლართული შიგნით. მივედიო უბრალოდ და ყველა მომდა იკბინება და გავია და ასე რომ მივედიო უბრალოდ აუშვინელნელა ჯერ ისე გავთავისუფლე მერე ფეხები მერეს და გამოუშვი. ძაღლი გაიქცა ჩაირბენდა ბაღის ბოლომდე მოვიდა და ფეხებით ესე მომარტყავდა მადლობა ძაღლს არ შეუძლია როგორ უნდა თქვას მადლობა მაგრამ რაღაც გამოხატავდა ჟესტებს აკეთებდა თავის სიხარულით გამოხატავდა რაღაცა ფორმას იღებდა ისეც რომ ამდენ სირგულს ამისთვის აკეთებდა და თავის თავში ხარობდა და ამას აჩვენებდა რომ მე შენ გემადლიერები მე შენს მიმართ აი ამ გზდობას გამოვხატავ ისინი ღმერთს უნდა რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ ის ხალხი ვისაც შეუძლია ახსოვდეს რა გაგიკეთა შენ ღმერთმა და ერთხელ ქრისტეს ერთი პიროვნება უნდა გამოყვები შენ ეს იყო შეპყრობილი რომელსაც ქრისტემ განდევნა ლეგიონი და უბრალოდ მოთხრა არა შენ არ გამოყვები შენ წადი უბრალოდ ხალხში შედიახ და მოუყევი ხალხს რა გაგიკეთა შენ ეს არაფერი შენ იმაზე მეც გააკეთე ვიდრე ჩემს უკანეები და ჩემთან ერთად ვი უბრალოდ მოუყევი ხალხს რა გაგიკეთა შენ ღმერთმა ისვენეთ ნუ გამოტოვებ შენს დროს მოუყვე რა გაგიკეთა შენ ღმერთმა შენი დამოწმება ბევრისთვის რწმენის გამოგვიძება იქნება შენთვის კი მუდმივი დაცვა რომ შენ ასრულებ იმ სიტყვას რაც უფალმა წასვლის წინ თქვა ბოლო სიტყვები მათ თქვა მე თქვენ ცხოვრებაში ნიშნებს და სასწაულებს მოვიდა მე თქვენ ცხოვრებაში მოვიდა დამოწმებას და კურთხევებს თქვენ კი როცა მოვა თქვენზე სულიწმინდა მიიღებთ ძალასო არამედ თქვენ მიიღებთ ძალას როდესაც მოვა სულიწმინდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი ჩვენი იეhovას მოწმეები ვართ ქრისტეს არ ვთქვათ რომ იეhovას მოწმეები იქნებით მათ თქვა თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები ქრისტიანები ქრისტეზე მოწმობენ და ისინი ქრისტეს კენ მოუწოდებენ ადამიანებს. მაგრამ ქრისტემ მე იმდას მომიმოქმედ თქვენ ცხოვრებაში თქვენ მუდამ გექნებათ სათქმელად სალაპარაკო და თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები. ცით კარგია როცა ადამიანები ხშირად თავიანთ პრობლემებზე ლაპარაკობენ შეგიძლია თქვა ღმერთმა როგორ გიხსნა ამ პრობლემას. ადამიანები თავიანთ სიტყვებზე საუბრობენ, მაგრამ შენ შეგიძლია დაამოწმო შენ ღმერთს ცოცხალი. მათ ცხოვრებაში რწმენის გამოწვევა მოიტანა. მე მინდა რომ ყველას კონდეს ამის შესაძლებლობა, რომ მოდიოდეს ღმერთთან, მიღებულ კურთხევაზე ემადლიერებოდეს ღმერთს და ძალიან მინდა ყველას ერთი რაღაცაკენ, რაკი ამ საკითხის სიმდგარ და თემას არ შევხედავ ჯერ. როცა გიჭირს, შვენიერი საშუალება არის. დაიმდაბლო თავი და ევედრო ღმერთს. ამინ. 59 სალმონში მე-15 მუხში წერია. გაჭირვების ჟამს ღმერთი თვითონ გეუბნება, გაჭირვების ჟამს მომიხდე. როცა რთული სიტუაციები გექნება, შენ მე მომიხდე. მე შენ გადაგარჩენ, იქ არ დგას, ახო მე შენ გადაგარჩენ, მაგრამ შენ მე უნდა განმადიდო. ამინ. შენ მე განმადიდო. და ჩვენ გაჭირვების დროს არის დღესასრული ექნება. და შეგვიძლია რომ თავამაც მოუხმოთ ღმერთს, მაგრამ როგორც კი პასუხს მივიღებთ, როგორც კი გადავჩენთ, გვავიწყდება ის თუ რა უნდა ვაკეთოთ. გაჭირვების დროს ღმერთს უნდა ძალიან. გაჭირვების დროს ადამიანი აღთქმებს უახლოვდეს ღმერთს. ერთხელ იაკობი გარბოდა ჯოხი უჭირავს ხელში ძმა მოსდეს მოსაკლავად. მართლა მოკლავდა, რომ დაეჭირა მართლა მოკლავდა, იმიტომ რომ კურთხევა წაართვა, ის კურთხევა მამის რაც მას ეკუთვნოდა, წაართვა და თვითონ გარბოდა. და გაჭირებულ სიტუაციაში ჯოხი უჭირავს ხელში არის ის მშიერი მოკვდება თუ ძმა მოკლავს. საწავა ამ ხრივ კადრზე, რაც გადააყრება, ცხოველი შეჭამს თუ მისი მსგავსი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ამ გაჭირებულ დროს ერთ რაღაცას აკეთებს. დადგება ღმერთის ნიშნები და ღმერთო
შენიც რომ არაფერი არ აქვს. არც ფული მაქვს, არც სიმდიდრე, არც მეგობრები, არც დაცვა, არც კურთხევა, არც პერსპექტივა, არც მომავალი. უკვე თუ ჩემთან იქნები, მე ჯოხი მიჭირავს ხელში. არაფერი არ აქვს ჯოხი. ცერა ჯოხი, და გახსოვს, ჯოხის მეტი არაფერი მქონდა ხელში. თუ ჩემთან იქნები, მართლა. და გამომყოფისად წავალ. რომ მოუბრუნდები უკან. მიათეც მოვცემ, ყველაფერს რასაც მოვცემ. ყველაფერს ღმერთო, რასაც მოვცემ და მაგუთხე. ყველაფერს მიათეც შემოვცემ. 14 წლის მერე ბრუნდება იაკობი და მონები მოყავს წინ. უამრავ ცხვარს რო ხარ, იცით რომ სიმამთან რო 14 წელი 2 წოლ ლიერო უნდა მოეყვანა და ჯერ სხვა მიათხოვა სიმამრომა და მე მეორე და 14 წელი იმუშავა. ბოლოს ყველაფერში ხედავდა რომ ღმერთი იყო მას. შეთანხმდნენ სიმამთან, სიმამრომა უთხრა თუ თეთრები დაიბადებიან ცხვრები ჩემები იქნება და თუ ჭრელები დაიბადებიან შენები იყოს. იმ წელს სუჭრელები იბადებოდნენ. მეორე წელს გამოდი ახლა შევცვალოთ. ეხლა პირიქით იყოს. ეს შენი იყოს და ის ჩემი. პირიქით იბადებოდნენ და მრავლდებოდა და ძლიერდებოდა, იმიტომ რომ აღთქმა ჰქონდა ღმერთთან. ისინი ღმერთს უნდა რომ შენთან აღთქმა ჰქონდეს. ესეთ რაღაც უნდა თქვა და ყურადღებით ყველას. ღმერთს არ უნდა შენთან ჯულის კავშირი. ღმერთს უნდა შენთან აღთქმის კავშირი. ჩვენ ჯულის დაცვა ვემსახურებთ ღმერთს. აღთქმის თანამემკვიდრენი ვართ. აღთქმა იყოს ჯულამდეც და აღთქმა არის დღესაც. და ეს ახალი აღთქმა სხვა პირობებზე იქნება გამყარებული, უკეთეს შეპირებებზე. ყველა პიროვნებას ვინც გვზივარ ჩვენი ჯოხი გვიჭირავს ხელში, ჩვენი პრობლემა გვიჭირავს ხელში. ჩვენი არაფერი გვიჭირავს ხელში, უკეთ ჩემთან იქნება. რა? არც უსახურებას დავალებთ თავს დღეს. თეთრი ჩემის ცოცხლის მანძილზე შენ ერთ გული იქნება ღმერთთან. უკეთ ჩემთან იქნები. უკეთ შემეწევი და გავამიყვან ღმერთო, არ დაგივიწნე. იმ მადლს, იმ კურთხევას შენ შეგვიძლია აღთქმები გაუბრალო ღმერთსა ყველაზე მეტად გიჭირს. და უთხარი ღმერთო, ეხლა მიჭირს, ეხლა შენი შველა მჭირდება და ნახავ, ღმერთი შეგეწევა ყველგან და ყველაფერში. იგრძნობ რომ მართლა დრო გავა და სხვები თქვენ, რანაირად ემართება ამ ადამიანს ხელი, არაფერი მე აღთქმაში ვარ ღმერთო. უბრალოდ აღთქმა მაქვს ღმერთთან. მაგრამ ის ყველაფერაც მექნება, ის ყველაფერი ღმერთისთვის მინდა, უფლისთვის მინდა. თუ უფალი შემეწევა, ისე უფლისადიდებლად გამოვიყენებ. იმიტომ რომ გაჭირვების დროს მოუხმე და აღთქმა განუახმე ღმერთს. ისვენეთ. როცა გიჭირს აღთქმაში შეიძლება ღმერთთან და გამოსავალი მუდამ იქნება. ღმერთი თვითონ ჩამოვა აღთქმის თანამონაწილე, რომ ის გაჭირვება არაფერ დაქციოს შესაძლებლობაში და აი ყველაზე ღრმა ოფსკრულიდან მაღალ მწვერვალებზე აგიყვანს. ოღონდ დაგახსოვდეს, რომ აღთქმა გაქვს ღმერთთან. უკეთ ჩემთან იქნება ღმერთთან. მაშინ მე არ დამოვეცდები საიდან მაქვს ეს როგორ მომეცა ვინ მომცა და როგორ მომემართა ხელი მეორე ადამიანი ღებულობენ ღმერთისაგან აღთქმულს მაგრამ ავეცდებათ ის შეპირება რაც შეპირდა ღმერთს ღმერთო მე უნდა დავჩერდ გული ამისა ასე რომ მე შესავალი გავაკეთე იმის რომ ყურადღებით იყავით გაჭირვების დროსაც და კურთხევის დროსაც. გაჭირვების დროს აღთქმები განუახლა ღმერთს. და კურთხევის დროს გახსოვდეს საიდან გაქვს ის და რისთვის მოგცა ღმერთს. რომ შენ შეგეძლოს და ამოწმოს სხვათათვის და თქვა რომ უფალი იყო. ჯოხით ხელში რო ვიყავ ჩემთან. და ეხლაც ის ჩემთან არის და მე თუ მაქვს მისთვის მაქვს და ვინც ვარ მისი თუ არა. მისალიდებლად ცხოვრობ დიდიც. ამენ. ამენ. წინამსახურებაზე გახსოვთ ჩვენ საჭიროება გქონდა და სტუმრები გიყვავდა, მაგრამ ჩვენ ვილოცეთ ერთ საჭიროებაზე, რომელსაც პირობით ავაზაკები დაესმათ თავს. ეს მართლა ასე არის და ყველა უნდა იცოდეს, ვინც იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიდის, იქ აუცილებლად დემონები მუშაობენ. გზა ეკლესიიდან ქვეყნიერებისკენ, ეს არის იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიმავალი გზა. ქრისტე მოიყვანა ეს იგავი იმისთვის, რომ ყველასთვის დაენახებინა, რომ იერუსალიმი
ეს ღმერთის კალთა არის. თუ იერუსალიმში ხარ, ღმერთის დაცვაა შენთან, ღმერთის პაროლები, მაგრამ ხშირად ძალიან ჩვენ ცხოვრებაში რომ გვახსოვს იერუსალიმიდან იერიხონისკენ ვიჭირავს თვალე. საიდანაც ღმერთმა გამოგვისყიდა. და ძალიან ბევრი მორწმუნე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. წავიდა ისე მიდის იერუსალიმიდან, ისე ბედნიერი, ისეთი რაღაცა. ჩემთვის ლიზეას აქვს ძალიან კარგი მიუზიკლი. ნუ გამაჩერებთ, რომ უკვე დავიღალე ამ იერუსალიმში. მე მინდა სხვა რამაც ვნახო. მინდა გავიდე და სხვაგანაც მინდა რაღაცა სიკეთეს ეზიაროს. საცდური, იმიტომ არის საცდური, რომ იერუსალიმის იქ, ღმერთს იქ უნდა აჩვენოს, რომ იქ ბალახი ძალიან მწვანეა. როგორც რუსებსა, ჩუჟა მაგარეთ რავაზელენი. არა, იერუსალიმში და კარგი არის რამდენადაც იერიხონისკენ. ადამიანების ქვეყნიერებისკენ მიიწევენ. ეშმაკმაიც როგორც კი ადამიანს თუნდა, როგორც კი ისე გახოცხვილი იერუსალიმ ღმერთისგან იქით ქრისტე იქვე დემონები არიან ჩასაფრებული. იქვე ეშმაკი თავისი არმიით მუშაობს იმ გზაზე. დასაწყისში დაესხმება შუაში, ბოლოში თუ სად ერთია რომ ქრისტემ მოიყვანა იგავე იმ ადამიანზე, რომელიც იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიდიოდა. უნდა გახსოვდეს და ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ხშირად დამტკიცებენ ხოლმე რა კარგია იერუსალიმიდან იერიხონისკენ მიმავალი გზა გიმტკიცებს და უნდა რომ გაჩვენოს კიდევაც რომ არანაირი ყაჩაღი ამ გზაზე არ არის. ხო აკომბე ყაჩაღები და ეს არ არიან აქ ყაჩაღები. მისვინეთ. რაღაც უნდა თქვა და ყურადღებით ყველასთვის. იერუსალიმიდან იერიხონის გზაზე ყაჩაღებით არის ავსე. დემონებით არის ავსე. თუ ისინი თავშეკავებულნი არიან ეს იმიტომ რომ ეს წინასწარმეტყველი აქედან უყვირის კიდევ ზოგიერთ ცოლებიც ეჭვობენ იერუსალიმში და ეშმაკი იყენებს ამათ იმად დასაჭერად. ერთი პიროვნება წავიდა ეკლესიიდან, ადრე მიეთეცას დებდა ხოლმე, მსახურებაზეც დადიოდა. ეხლა აღარც მიეთეც არდებს, აღარც შესაძლოა, სადაც მსახურობს, გაეჭო სიგარეტი პირში. რაღაცა მოეწია, რაღაცა ცოტა რაღაცებიც იყიდა, რაღაცა წამოგარა თითქოს ფეხზე დადგა. და სხვათათვის სიტყვი ღმერთო მე ამდენი წლებია გემსახურები თითქოს იერუსალიმში ვარ, მსახურ ჩემ ცხოვრებაში თქოს არ მოვიდა კურთხევა. ესვენეთ. მოკლე გზა ყოველთვის არის ხაფანგებით სავსე. ადამიანს უნდათ რომ მე მოკლე გზით ყოველგვარი თესლისა და მკის გარეშე მე შემიძლია რაღაცას ვეზიარო. ერთხელ ქრისტეს უთხრა სატანამ და ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს უნდა აირიდო შენ ცხოვრებაში. როცა მესამე წდიდა უფალ სატანას რაღაც ეუბნება. ყველაფერი ამ წუთის სოფლის სიმდიდრე მე მაქვს განმოცემული და ვისაც მინდაო იმას ვაძლევ. შეიძლება რომ შენს ხელში როდესღაც მოხვდეს რაღაცა კიდევაც, მაგრამ უნდა იცოდე ეს ღმერთმა მოგცა იმის გამო რომ თესვამ კაში იყავი შესული. რასაც თესავდი იმას იმკი თუ ეშმაკმა მოგცა იმისთვის რომ მარადიულად დასაღუპავად გამოიყენო შენთვის. უნდა ლოცულობ და ამდე ღმერთო არაფერი არ მინდა მე ეშმაკისგან. რომ მე თვითონაც არ დავიღუპო და სხვათა საცდურათაც არ გადავიქცე. ასე რომ თუ ნახავთ ადამიანებს რომლებიც ტოვებენ იერუსალიმს, ისეთები არიან. არაფერი არ არის ისეთი საშიში. ეშმაკის გზაზე და სულ არა ვარ აქ. საერთოდ არ არსებობს ის არ არის იმ გზაზე, არც იქ გზაზე და არც თვითონ იერიხონში. ესვენეთ. ჩვენ ვიცით რომ ეშმაკი იერიხონის გზაზეც არის და შიგ იერიხონშიც. აბრაამის დროს ხედავთ ლოტს, რომელიც იყურებოდა იერუსალიმიდან იერიხონისკენ. ნუ ხა რო იყურება პირდაპირ ხო ვერ იტყვის რომ იქითა აქვს გული. რაღაცა იზიდავს იქით. ადგა მიზეზები მოუძებდა ბიძანის და მოხდა გაუგებრობა და აბრაამმა თქვა თუ შენ მარჯვნივ წახვარ მე მარცხნივ წავალ, თუ შენ მარცხნივ წახვარ მე მარჯვნივ წავალ მაშინ. კარგი თუ ასეა მაშინ ადგა და ნახეთ ხალხი როგორ არის. წავიდა და დასახლდა სოდომს და გომორს მოშორებით. კარები გააწყო. რა უნდა სოდომში და გომორში ხوارი ცხოვრობს ეხლა? წმინდა ადამიანს რა უნდა სოდომში და გომორში?
მაგრამ იქ დასახლდა ახლოს. რაკვე იქვე ახლოს იყო, ახლა აქედან კარვებიდან იქ ქალაქში ეროს, აქ დაუცველია უფრო ადგა და ცოტა ხანში უკვე იქ ცხოვრობდა. ცოტა ხანში მარტო იქ არ ცხოვრობდა, უკვე იქ შემოერია ხალხს გაიცნო ნაცნობობა და უკვე კარიბჭესთანაც იდგა სოდომში და გომორში და უკვე კარგად დამკვიდრებული კვიდრი იყო იმ სიძულვილისა და იმ ცოდვისა, რომელშიც ის ქალაქები ცხოვრობდნენ, რომელსაც არის სხვა დაღმერთს მისმენთ. ფეხი მოგადაგიბრუნდება, მანამდე იყავ ხიზელი და ნუცდუნდები, თორემ მერე უკვე ადამიანები ძალიან შედარება უნდა გავაკეთო ასეთი. კაჭკაჭიო ბოდიში და კამეჩის იმაში ჩაჯდა, თორემ შიგზის ფრიალა და კუდი ქონდა მაღლა აშვერილი, რომ არ დაბესვაროს. კუც მაღლა წევდა, რომ არ და ხალხი სოდუაში ცხოვრობს მთლიანად და აი რაღაცას თითქოს მაინც ისეა ღმერთს უნდა რომ იერუსალიმში დარჩე. და არ გახვიდე იერუსალიმიდან. როგორც გედემიანი გადის იერუსალიმიდან, ყაჩაღები დაესწრნენ მას თავზე და დაჭრეს, გაძარცვეს და გზის მეორე მხარეს გადაარდეს. ყველა საშინელი ის არის, რომ ბევრი დაჭრილი ყრია იმ გზაზე, ძალიან ბევრი დაჭრილი. და დღეს უფლის მსახურება არის ის, რომ ის დაჭრილები ერთ დროს ესენი სულანი არიან, მორწმუნეები, რომლებსაც აღარანაირი მედი არ დარჩათ და იმ მიუზიკში, რომელსაც ლიძიავმა გააკეთა ასეთი რაღაც არის, რომ თითქოს და აი ამ ბარდიულის მიღმა აქედან ხმა აღარ ისმის, რომ ვიღაცა მოვიდეს საშვებად. და წინა მსახურებაზე ვთქვი, თვითონ ჩვენგანს მხილება აქვს უფლისგან, რომ თუ მსახური ხარ ღმერთისა, მღვდელი თუ ლევიანი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩამოიარა მღვდელმა, შეხედა იქ დაჭრილი. ის მსახურებაზე მეტის ეხლა, რა თუნდა, შენი მსახურება ის არის, რასაც ღმერთი გეუბნება იმ დროს, რომ ამ ადამიანს შველა და დახმარება ჭირდება. ჩაიარა გულზე მსახურებაზე მიდის და დაჭრილი არ აინტერესებს. კიდევ ჩამოიარა ლევიანმა, ისიც მსახურებაზე მიდიოდა და არ აინტერესებდა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ მერც ვისე მსახურობდა, ისინი თვითონ უფალი მოვიდა და მას ემსახურა. მინდა რაღაც თქვა, თუ როდესღაც ყოფილხარ, მე ყოფილი ვარ ოდნავ გამოსული იერუსალიმიდან. და რა საშინელება არის, რომ დაჭრილი ხარ ხშირად, იმედგაცრუებული, რა თქმა უნდა, ყაჩაღები დაგესხნენ თავს, რა თქმა უნდა, შმაკი აკეთებს ამას, მაგრამ იმაზე ტკივნეული არაფერი არ არის. როცა ქებადიდების ხმა გესმის იერუსალიმში და ხარობენ იმით, რომ შენ გდიხარ იმის ნაპირზე, ამ გზის ნაპირზე. ერთხელ რომ გავიგე მორწმუნეებს როგორ გაუხარდა ჩემი პრობლემები, უკვე იმას ფიქრობდი, რომელი უფრო მტკიო და რაც ყაჩაღებმა გამიკეთეს და აი ამ დაჭრილ მდგომარეობაში რომ ვდივარ, თუ ის ხმა, რომელთაც ისინი ხარობდნენ, ყაჩაღების ნამოქმედარი უხაროდათ. და ჩემთვის ფიქრობდი ღმერთო, ეს უფრო მტკიოა, ვიდრე ის, რაც დაღმების დროს მიიღე შვანკისგან. ეს უფრო აუტანელი არის და ეს უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რაც შეიძლება ეშმაკმადებურად მომოგაფენოს ზიანი. ხვდებით, რასაც ვლაპარაკობ, ხო? რაღაც მინდა თქვა, ყველას ვინც პირად ცხოვრებაში განუცდია ამგვარი ტკივილი და იცის რა არის, რომ მე შევცდი, შენ რაღაცო ცდები ჩემზე უფრო მეტად. მე შევცდი და დავეცი, შენ მაინც იყავ ჩემს გვერდით დამხვარე, მაგრამ შენ ჩემზე უარასი მდგომარეობაში ხარ. მე იერიხონის გზაზე ვარ დაცემული, შენ იერუსალიმში. განსხვავება იმაშია, რომ დაცემა სად არის? მე კარგი სააშკარაოდ დავეცი, სააშკარაოდ მოხდა ჩემი ეს მდგომარეობა, მაგრამ შენ იერუსალიმში ხარ დაცემული ზნეობითაც და სულითაც, იმიტომ რომ ჩემი გრძნობა და ჩემი ტკივილი არ შეგეხუში. ყველას მინდა გითხრათ, თუ როდესღაც შენ ცხოვრებაში რაიმე ტკივილი განგიცდია და ასეთი რაღაცა მოსულა შენ ცხოვრებაში, ჩემთვის ფიქრობდი ღმერთო, ამათ ძმები როგორ გადაუძახო,
ამ ესენი როგორ ღარია ჩემი და და ჩემი ძმა. წერილი ამბობს გუშინაც კითხულობდი ქრისტემ თქო შენი ძმები და დედა შენი გელოდებიან გარეთო. მოგრუნდა ყველას და ხო ვინ არის ჩემი ძმა და ჩემი და ჩემი და და ჩემი ძმას ვინ ჩემის და ცელ მამის და სულ სასწაულს. ლოგიკა კარნახობს. ყველას გითხრათ. ღმერთს ზოგჯერ სპეციალურად მოწოდება აქვს ადამიანებისთვის. თუ როდესაც ყოფილხარ აი ამ იერუსალიმიდან გასული და იქ მართლაში მოგვა სერიოზული ზიანი მოგაყენა. და ისიც იცი რომ რა საშინელი მტკივნეულია როცა ეშმაკი თავს გესხმის და განადგურებს და იცი რომ ღმერთი ხა შენთან არ არის და ისიც შენი დაძმები თუ იერუსალიმში ყოფილი როგორ გიყურებენ ესე წერად იმის ნაცვლად რომ ხელი გამოაწოდებინათ და მოეყვანათ ღმერთთან. თუ შენ ეს ტივილი გაგიცდია ერთიც და მეორეც იცოდე ღმერთი ჯოჯოდ გამზადებს იმათთვის რომ შენ ვერასოდეს ვერ შეიძლება იგივე გაუკეთო ტკივილი რომელიც შენ გამოგივლია სხვას ვერ შეძლებ იმიტომ რომ იცი რას ნიშნავს მსჯავრდადება როცა შენ მსჯავრი დაგადეს იმის მაგივრად რომ იოდი მოეტანა და ელემენტარულად ელოცავ და ჭრილობები შეეხვიათ ისე მსჯავრდა რა კიდე და იერუსალიმიდან რომ მიდედი იერიხონში შეგავდი და ისევ მსჯავრდადება, ისევ წნეხი, ისევ რაღაცა ასული ადამიანი ვარდება უფრო ცუდ მდგომარეობაში ღმერთო ნეტა სულ არ მოსულიყო. ამ ტკივილს მაინც გაუძლევდი, ამას ვეღარ უძლევდი. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრებაში არის მომენტი, რომ ჩვენ განვიცდით აი ამ ყველაფერს მინდა იცოდე. ღმერთი ამზადებს ჭურჭლებს. ჩემთვის ვფიქრობდი ღმერთო გაუსაძლისი არის. რაღაცებზე ვფიქრობ ღმერთო გამომიყენეს. ღმერთო რა არა? მე ვიყენებ მათ შენს ჭურჭლად მოსამზადებლად. ამენ. ჩემთვის ეს შოკი იყო როცა გავიგე ღმერთი იყენებს იმათ არასრულ ყოფილებას რომ შენ მისი გრძნობები მოგცეს და მისი დამოკიდებულება. ისე როგორც თვითონ ჩაუარა და ჭრილობები შეუხვია. მას უნდა რომ თავისი მსგავსნი გახადოს თავის გვერდზე. ასე რომ იქნება მომენტი, როცა ღმერთს უნდა ყოველგვარი მსჯავრდადების გარეშე თავისუფლად ნახავდაცემულ ადამიანებს დაანოთხრა შენ ღმერთს უყვარხარ. ბევრს იმედი აქვს და კარგი რწმენა აქვს და რომ მიიღებს კიდევ ღმერთი უკან, ეკიდანაც ხარ ღმერთი გელოდება, დღესაც გელოდება. და ვთხარი, მან გამოგზავნა, მინდა რომ ისევ დაბრუნდე მის სახლში, იმიტომ რომ მის სახლში ყოველთვის არის კარები ღია, ასეთებისთვის, რომ მიიღოს ყველა და დაიბრუნოს სიყვარული. რომ ერთი ძალიან საინტერესო ედენის ბაღის პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ადამი დაეცა. პრობლემა ეს არის, რომ ღმერთსაც დაეკარგა მოზიარობა ადამიანთან. და ის მიუზიკში, რომელსაც მე ვყვები, ღმერთი თითქოს მოდის და ადამიანს ეუბნება. იცი რატომ მინდა მე რომ შენ არ დარჩე მან დაცემული. ედენის ბაღი შენთვის და ჩემთვის აი რაში აზრია. არა მარტო შენთვის არის ეს პრობლემა, ჩემთვისაც არის პრობლემა. იმიტომ რომ მეც დავკარგე ზიარების ადგილი და ღმერთს უნდა რომ კვლავ დაიბრუნოს მოზიარობა ადამიანთან. და ღმერთის ხარდაჭერა არის იმისთვის რომ ჩვენ კვლავ ზიარებაში. ამენ. ამენ. მოკლედ დავამთავრე. შეეცადა შენ ცხოვრებაში გრძნობიარე იყოს ფათაჭირის მიმართ. უსულო უგრძნობი ღმერთის სახლში აუცილებლად გახმება. თუნდაც იერუსალიმში. ფიქრობ ზოგჯერ ღმერთო იერუსალიმში და გამხვალ ასეთ შეიძლება იყოს. ქრისტემ თქო არის ორი მდგომარეობა ტიმოთეს ეუბნება პავლე მოციქული. ზოგიერთის ცოდვები წინასწარ ცხადნიანი გავიდა და ნახე, სად მიდიოდა, რა უნდა და იმ გზაზე რომ მიდის. მაგრამ ზოგიერთებისო უკან მოჰყობიათ მათ. ადამიანები რომლებიც არ არიან სულში მგრძნობიარენი სხვათა საჭიროებების მიმართ, ისინი თავიანთ უსულობას აჩვენებენ იმათზე მეტად, ვიდრე ისინი სხვები არიან ჩავარდნიან მდგომარეობაში. ასე რომ თუ ნახავ ადამიანს, რომელსაც სირთულე შეექმნა რწმენის გზაზე,
და პრობლემები აქვს შენი პასუხისმგებლობა არის ის რომ გადახედო ზემოდან და უთხრა აი შენ ამიტომ და გიორთ არა თქვი ღმერთო მომეცი მამის გული ახლა მომეცი გრძნობიარე გული რომ მე ამ ადამიანს მსჯავრი კი არა მალამო ცხო ამენ ნუ გეში სიტყვა მომეცი ღმერთო სიყვარული მომეცი ახლა შენი სიყვარული ქრისტესთან როცა მოდიოდნენ მრუშდა კაცი მოუყვანეს ერთხელ ოთხეს ას უნდა ჩაიქონოს როცა ქრისტემ უთხრა ვინც პირველი ვინც უცოდოვია პირველი მანასტრონოს თქვა ბოლოს ასეთი სიტყვები იყო წამოვიდა ქრისტე და ხედავს ეს დედაკაცი დგას მარტო მსჯავრი არავინ დაგადო დედაკაცი უთხრა არავინ არც მე არ გდებ მსჯავრს ცი ქრისტე ყოველთვის მე არ გდებ მსჯავრს მისი წყალობა უკუნისამდეა მაგრამ მას უნდა რომ ღმერთზე კი არ იყოს ეს მის შვილებიც იგივეს ატარებდნენ ეკლესია შეუძლია ათასობით ხალხი მოიმოწაფოს ოღონდ ღვთის ბუნების გამზიარებელმა და არა ჯულის მატარებელმა არა რაღაცა კანონებით არა ფორმებით არა რაღაცა სახითა და პოზიციით ზოგი პოზიციით დგას და პოზიციით ალაპარაკობს და უყურე პოზიცია ასეთი გულქვა პოზიცია იერიხონის გზაზე იმ ბარდიულზე მდგომარეობა ჯობია აი ამ პოზიციაში ყოფნას გულქვა და ბოროტ მდგომარეობაში და ფიქრობ უმეტო კი წამოვდგები აქედან მაგრამ იქ როგორ მივიდე და ისევ იქიდან როგორ გამივიღო ის ურთიერთობა რომელი ურთიერთობა ჩემთვის დამამცირებელი და მტკივნეული იყო მინდა რომ თუ ღმერთს აქვს პატიება თქვა შენ შეგიძლია მიხვდეთ ხა გეპატია შენ უფლის სახელით შენ შეგიძლია უფლის სახელით მისცე პატიება წყალობა ნუგეში და არ ამსჯავრდადება თუ უფალი არ დებდა მსჯავრს არ ჩვენ არავის არ გვაქვს მსჯავრი და ჩვენი ფორმები და ჩვენი სახეები შევხვდეთ ამინ რამდენი ვილაპარაკე იმის შესახებ რომ რამდენი მნიშვნელოვანია გახსოვდეს გაჭირების დროს ღმერთი და გახსოვდეს გაჭირებაში მყოფი ადამიანები რომლებიც იმ სიტუაციაში ღმერთის ბუნებას ელიან და ღმერთის ხელს ელოდებიან რომ ღმერთი იქნება შენის მხრიდან მათ ცხოვრებაში დამხმარე რომ ხელს გაუწოდებს და მაკურთხებელი იქნებისთვის ამენ არსებობს ასეთი დამოკიდებულება აზრთა განუსჯელად ნიშნავს რომ აღარაფერი არ მახსოვს როგორი წესები და წყობები და რაღაცები არსებობს აზრთა განუსჯელად ღმერთი ჩვენს გონებაში იმდენად ვერ თავსდება იმიტომ რომ ის განუზომლად სხვაგვარად უდგება საკითხებს და ზოგჯერ ღმერთო მე ჩემს თავში არ თავსდება მაგრამ ერთი ვიცი რომ შენ იმაზე დიდი ხარ ვიდრე მე ვხედავ ამას და მინდა რომ შენთან ზიარებაში და აღთქმაში ვყოფი ჩემგანაც ამ რაღაცებმა დაიწყოს შენმა წყალობამ, შენმა პატიებამ, არ ამსჯავრდებამ, მიღებამ, მე შემეძლოს მალამო წავუსვა და ეკლესიას სჭირდება თუ საგალობელში არის სიყვარული ხარ შენ ღმერთი სიყვარულია ეს არის უმაღლესი დონე ყველაფრის რაც კი არსებობს და ჩვენს გონებაში ვერ თავსდება ბოლოს ამიტომ თუ ღმერთი სიყვარულია მისი შვილები აუცილებლად უნდა გამოსცემენ რას მისავე ბუნებას და სახეს და თუ ვერ აკეთებ ამას ესე იგი ღმერთთან ზიარება გაქვს მეკარგული და სადად იხარ ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ამინ სულიერად ავმაღლდეთ და სავაჭრო თემად მოგადავაქცევთ ღმერთის მსახურების და საქმის ამინ ერთხელ მქონდა მინიშნება ღმერთისგან ჩემს სახლში თქვენ წესები არ დამანახოთ ჩვენ ხშირად ისე ვართ შეჩვეულებ ერთმანეთს ჩვენ ხო ჩვენი წესებით ღებულობთ არ ღებულობთ ხან ღებულობთ ხან არ ღებულობთ ადამიანებს მაგრამ ღმერთს არ უნდა რომ საერთოდ ჩვენ ადამიანთა წესები არ არსებობდეს ამენ მის სახლში ყველას აქვს უფლება ამენ შეიძლება შენ გვერდით არ აქვს უფლება ან ჩემს გვერდით მაგრამ მის სახლში ყველა არის დაპატიჟებული ყველა ამიტომ ხშირად ერთ-ერთი მიზეზად რა შეიძლება მე მოვიყვანო თუ რატო არ მოვიდა დღეს ის რომ ბევრჯერ ისინი ვინც მასპინძლობა უნდა შეძლონ და ცოტა უფრო დიდი ხანია შემთხვევით ზოგჯერ მათი
უხერხულობა უფრო უშლის ხოლმე ხელს არ მოსვლის. ჩვენ მოსანანებლად გვექნება საქმე ყველას თუ ეს ჩემ მხრიდან არის ასე, თუ შენს მხრიდან არის ასე, თუ სხვის მხრიდან არის ასე. ერთი პიროვნება ყვებოდა პასტორი იყო კაცი და სხვათაშორის ძალიან დიდი მსახური დევიდ ვილკერსონი მეგონი გაგონილი იყო. დანა და ჯუარი რო დაწერა წიგნი. მან ნიუ-იორკში დაადგინე ვალდემ მოლცინგერისკენ და მსახურება ძალიან გაიზარდა, ძალიან მსოფლიო მსახურებაში ერთ დღესო და სერიოზული პრობლემები მქონდა ეკლესიაში. 400-მდე ლიდერი საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა ჩემთან. ერთი სათხოვარი არ მქონდა ჩემს ცოლთან. ყველანი ჩემი დაზრდილები იყვნენ ესენი. ყველას მეუხადაგე, ყველა მე მოვაქცეთ ის ესე ქუჩაში ვიპოვე ეშმაკის კამარში, ყველა დაუყოლები და მოხდა ისე რომ რაღაცა წინააღმდეგობაში და ჩემს ცოლს ვეხოცებოდიო. თუ შეიძლება ეკლესიაში ახარ წავედით ხოლმე. ამაზე მტკივნეული, ამაზე საშინელი არაფერი არ არის ღმერთის სახლში. არ არის ღმერთის ბუნება. არ არის ღმერთის სიყვარული და ის ზიარება რაც უნდა იყოს. ეს მის რომ ყველა ცოდიდან მოვდივარ და ყველა ჩვენი მინუსები გვაქვს, მაგრამ ეს იმათზე რომლებიც ღმერთს ელოდებიან შენგან და ხშირად მეობაში ხვდებიან ძალიან მტკივნეულად და ძალიან მძაფრად აისახება. გიგრძნიათ რომ მოხვედი ეკლესიაში და მიიღე ასეთი დამოკიდებულება. ერთხელ დავიფიცე ერთ-ერთ ადგილზე. ღმერთო თუ ცოცხალი ვიქნები, მე აქ არასოდეს აღარ მოვამოდგე. თუ ცოცხალი ვიქნები, მე მივდივარ აქედან ეს იყო ეკლესიიდან წასვლა. იმ ეკლესიაში იმ ადგილზე მე არასოდეს არ დავუბრუნდები თქვენ ღმერთო. რომ სიკვდილის ტოლფასად გიხირს იქნისურა. როგორ გამივიდე ღმერთო იქ, სადაც მე სიცოცხლე გამიმწარეს. და ფიქრობ ღმერთო, რა ეს როგორ უნდა, მაგრამ როცა ღმერთი გეხება, რა თქმა უნდა, ღმერთის სიყვარულმა პირველი რაც გავუგე ღმერთო დაწერილია და ერთნი იყო როგორც ჩვენ ვართ ერთნი. გადავდგინა ბიჭები. მივედი. ერთ პიროვნება გამოვიდა მეუბნება. ეს შენ ხარ თუ შენი ანგელოზია, პეტრეს როგორც შენ ხარ თუ შენი ანგელოზია. იცოდნენ რომ რაღაც პრინციპები მქონდა არ მივბრუნდებოდი. მართლა რა ხარ თქვი რომ არ დავბრუნდები, მაგრამ მივედი რომ სიყვარული გამოძრავს რომ ეხვიდე და ზის იქერთი ასეთი. დაახლოებით სანიკიძეს გავდა. უბაზი. მე მივედი როგორი. მინდა დავიწყოთ ღმერთის სიყვარული და ჩვენ ზის. აბა ზღვართ შეგიყვარში. ჯერ შეგიყვარში უკვე ისმის აბა საათი ისეთ მოგმოს. აკეთა. როგორ მიზიდულობის ძალა არის. ქვემეთქეში. აი შენი აზრით როგორ გესმის აბა? ლოტი რო წავიდა ა ブラ ამისგან. ახლა იმას ისეთ შეგეხო კონდა. მე ვთხარი რაღა ლოტი რო წავიდა ა ブラ ამისგან. ისე მე ლოტი ვიყავი და სოდომში უნდა მოხდრილიყავი აუცილებლად. მე ვთხარი აბელზე და კაინზე ვილაპარაკოთ უფროსმა ძმამ როგორ მოკლა უწევს. მოდი მასე ვილაპარაკოთ მაშინ. რას უშვებოდა უფროსი ძმა ისმაელი როგორ ტანჯავდა ისააკს. როგორ ტანჯავდა ისმაელი ისააკს. მოდი ამებზე ვილაპარაკოთ მე ვთხარი მაშინ. და ისმაელა თუ ჩავთვლით, ის იქიჩა და ხმას არ ერედა. და მე აქ იმით მოვედი, რომ ეს კი არ ვარჩია, ეს დავივიწყოთ. და დღეს იცოდეთ, თუ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა გაგვიცდია, კიდევ მეორე, ჭურჭლად მომზადების პროცესად არის ეს. რომ მომზადდე და იცოდე რა მტკივნეულია. იცოდე რა მტკივნეულია. ტკივილი თუ გაგიცდია და წარე ტკივილი გაგიცდია. იცოდე რა კარგია
ცუდი და კარგის გამოტანას ისწავლე. ერემიას 15:19-ში წერია, თუ ცუდი და კარგის გამოტანას ისწავლე, ჩემი ბაგესავით გახდია. ყველა ვინც აღზიხართ, მე ვიცი რა არის ცუდი. ზოგი რაღაცა მე არ გამიწევ, შენ გაგიცდე, ის ცუდი რა არის. ამენ. და ყურადღებით იყავით. შენ შეგიძლია კარგი მსახური გახდე. ღმერთი ამ ტკივილებით აყალიბებს მსახურებს. ეკლესიაში რომ მოვედი ახალგაზრდა ვიყავ პატარა. გაიცანით მანდა ჩემს ჩემის მიშვილია. სახელსაც კი არაეუბნება ჩემს მიშვილია. კაცის მიშვილი, კაცის მიშვილი, კაცის. ეს სახელიც კი არ მქონდა ჩემი. კაცის მიშვილი. ხელს შემართული კი გაიგე მორიგილი. და წრეზე შეკრული იყო და მე ისევ გარეთ ვიყავ, არავის არ მოინტერესდა. ძალიან ტკივნეული იყო ეს. პირველ რიგს გავაკეთე, აშერობა დავიწყე, მოვედი ეკლესიაში. ყველას უღიმოდი, ყველას გესვართმევდი, ახალგაზრდათან მუშაობდი და მინდოდა რომ ახალ მოსულს მივსალმებოდი და ის ჩემი ტკივილი არ მეგზნობინებინა იმისთვის, რაც მე მეტკინა. არსებობს ისეთი ტკივილები, რომელიც შენ ცხოვრებაში რომ გადაიტანა, სხვას არ უნდა აღგზნობინო და დაცვად უნდა გაუხდეს ის უარში სხვას. კიდევ მეორე, რა კარგია ტკივილი, რომელიც ერთდროს მე მაყალიბებს და სხვას კურთხევად გადაექცევი. ამენ. მე ჩამომაყალიბა და სხვისთვის ეს სიკეთე გადაექცევი. დააფიქსირეს ტკივილები გასაბოროტებლად კი არა. იმად რომ თქვა, როგორი არ უნდა ვიყო მე. როგორი არ უნდა ვიყო მე, როცა ღმერთი ჩემგან მოველის ნაყოფს. თუ მოგცევიან უხეშად და გიგრძნეს ტკივილი, შვენიერი არის ეს, შვენიერი. ნუ დაადანაშაულებ არასრულყოფილ ადამიანებს და ნუ ეხლა მე მოსამართლედ უნდა დაუგე, როგორ მომექცე, როგორ განიკეთეს. არა, თუ ასე ნექცეოდნენ, ან გექცევიან, ან შვენიერი საშუალება არის იცოდე. ხვალ ის ადამიანები შეიძლება შეიცვალონ არ შეიცვალონ, მაგრამ შენ უკვე გაქვს შვენიერი მდგომარეობა, რომ უკეთესი სახით წარდგეს მოყვასებში შენს ირგვლივ ადამიანებთან. ისინი შენგან არ განიცდიდნენ და გაჩერდეს ბოლოს და ბოლოს ის დარტყმები, რომელიც შეშმაგის გამოდის. შენ უკვე ბოლოსტანცია იქნები, იქიდან დარტყმები აღარ იქნება. ამენ? ამენ. მე არ მინდა შევავიდეთ თემას უნდა შევეხო დღეს და ძალიან მინდა რომ ყურადღებიანები ვიყოთ ყველა. თემა ძალიან ფართო არის და მე დავიწყებ დღეს რაღაც შეძლებ თუ არა დღეს არის გადმოცემას, მაგრამ მინდა რომ წინა ღამეს მთელი ღამე არის რაღაცა ღმერთი არ გაძინებს და ფიქრებში დაღევხარ. მე ფიქრობ ღმერთი როგორ დავალაგო ახლა ეს როგორ უნდა იყო. არის რომ უბრალოდ გიგონება რაღაცა ხელზე გამოგაგვიწევ. შენ გაიღვიძე დამთავრდა. მოდის ფიქრი, მოდის წყარო, მოდის აზრი, მოდის რაღაცა მინიშნება ღმერთს უნდა რაღაცა გაგვაგებინოს, რაღაცა მიგვახვედროს. რაღაცა ჩვენამდის მოიტანოს. ჩვენამდეს დავიდეს ასე ვიტყვით. იმიტომ რომ ქრისტიანულ ხალხთან ბევრი მაქვს საქმე, მაგრამ ვერ დაიდგეთ. გეტყვით და ვერ გაიგებთ. შეგეკითხებით და ვერ მისასუხოთ. ანუ არის ისეთი რაღაცები, რაც ჩვენთვის გაუგებრად რჩება მაინც. მაგრამ სოლომონ ბრძენმა თქვა, თანმიმდევრულად უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო. ამიტომ მოდი დღეს თანმიმდევრობას მივყვეთ იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ მივაგნო აზრს და დავინახო რაღაცა ჩემს წინ. ჩვენ თითქმის მორწმუნეები ვართ. აქ შეგრებილები ყველა ეკლესიაში დროის მანძილზე და მინდა რომ დავინახოთ ის ღმერთის გეგმა თითოეულ ადამიანზე, საკუთარ თავზე და ვიცოდეთ დღეს რა პროცესში არის ეს გეგმა ჩემს თავზე. პირველად რაც მინდა თქვა, აუცილებელი არის ყველა პიროვნება უფლის სახელით მიდიოდეს ცოდვილთან საუბრის დროს იქნებოდოთ რა ღმერთს აქვს გეგმა შესრულებას. შენ არაფერი არ უხადაგო და არაფერს მოუთხარი.
იცოდე ღმერთს აქვს გეგმა შესრულებას. ამენ. შენ დარჩეს ისე, მაგრამ უნდა იკითხოს რა გეგმა აქვს. და ეს არის 100% სიმართლე, როცა ჭეშმარიტია. ღმერთს აქვს გეგმა მის ცხოვრებაზე. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ასეთ რაღაცას. ცოდვილნი, რომელიც ეშმაკ ყავს დაჭერილი და ეშმაკმა დააყვა თავისი ნებასურული სამებრო თიმოთესევნა პავლემ სკული. ჩვენ ვაღიზიანებთ მათ ჩვენი გადმოქაჩვით და ისინი უფრო რჩებიან იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. ქრისტიანობა გადაუხადება ყველა ქონებას სახარებას, სანამ სახარებას უხადები, მანამდე უნდა უთხრა. ღმერთს აქვს გეგმა შესრულებას. ამენ. ის გეგმის ნახაზი ჯერ არავინ არ იცის. ღმერთად მარტო მე ვიცი. განზრახვები, რომელიც თქვენთვის განვიზრახე. იმედიანი და მომავლიანი. არავინ არ იცის ამ გეგმის შესახებ. არც ანგელოზებმა, არც ქერუბიმებმა, არავინ არ იცის. იცის მხოლოდ ღმერთმა და იმ პიროვნებას შეუძლია გაიგოს მის გაყოლამდებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა შეუძლია გაიგოს, ნელ-ნელა დაინახოს და ფარდა აეხადოს იმ გეგმას, რომელიც ღმერთს აქვს ამ ადამიანზე, თუ კი ადამიანი გადადგავს სათანადო ნაბიჯებს. იერემიას 29:11 კითხულობ. რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალიო. ეს არის ის გეგმები, რომელზეც ღმერთი ლაპარაკობს თითოეულ ადამიანზე. იცი რომ ამ ეკლესიას აქვს ღმერთს თავის გეგმა. ამენ. ჩემზე აქვს ღმერთს თავის გეგმა. თან რო ფიქრობდე, სადამდე მივიდა ეს გეგმა, ან სწორად ვითარდება თუ არა. ხო არ გადაუხვია გეგმის ნაწილს და სხვა მართლებით ხო არ მედივარ. ერთხელ გეგმა ხშირად მიზანი არის. პრობლემა მიაღწია ამას. გერმანიიდან მოვდივართ ერთხელ. ენა ჩვენ არ ვიცით და გზა. გვიჭირავს რუქახელში. და უნდა ჩავიდეთ. გამოვიდეთ გერმანიიდან საზღვარზე, საზღვარი ჩანსაკ, საზღვრიდან უნდა გადავიდეთ პოლონეთში, პოლონეთიდან ბელორუსია, რუსეთი, მერე ესე ჩავალთ ჩავყოფთ ამ კავკასიაში და გავალთებით. მოვყვებით ამ გზას ასე რუქას უყურებთ. რაც გზა უკვე სოფლებისკენ წავიდა, უკვე რაღაც მთებისკენ მიც არ არის ტრასები. გავაჩერეთ ვიღაცა გერმანელიო და ენა იმან არის არაფერი. 360 კილომეტრი მქონდა გადახვეული. ხომ მიყვებოდით გეგმას? 360 კილომეტრი სხვა მიმართულებით წავით, სხვა გამნა გადაგვხვია და გადაუხვია და როგორია? 4 მანქანა 360 კილომეტრით გეგმას ავწვით და სულ სხვაგან ვართ. უკვე თანდით ავხდობთ რაც უფრო მიგიხარ ხვდები რომ აქ სოფლებია უკვე აქ აღარ არის პოლონეთისკენ მიმავალი გზა ტრასას ეტყობა სატრასა არის თუმცა გერმანიაში ყველგან ტრასა არის ვიც როგორ რომ მიდედეს ისიც მაგრამ ეტყობა სადაც 4 ხაზიანი და 6 ხაზიანი გზა მიდის და სად 1 ხაზიანი და ისიც პატარ-პატარა სოფლები გავიღოთ გერმანიის სოფლიდან ენა იმან არის არაფერი მუნჯურად ელაპარაკე და ეულა დაიგეგმა ჩვენ ის გვაქვს რაღაცა მიხსის ეს აი ამ თქვენ გადაუხვით რო დაგონახვა სიამბუჩნა ესე თქვენ აგერიათ რა აი აქ ამ დაბრო ჩახვალთ ისე წახვალთ იმ გეგმით მე ესე თუნდაც რომ მიზანთან ეს როგორ შეგვეშალა ვინც თულაიცის რამდენი გამოვიდა 360 720 კილომეტრი მithom არაფერი არ მოხდარა 720 კილომეტრი რო გაიარა აქედან ბათუმში რა ჩახვიდეთ თელ რამდენი 5 სუტკა მოვდიოდით გვეძინებოდა რუმთან გვეძინებოდა და რეკეტი ყველა ნაბიჯზე გვაჩერებდა ყველა ნაბიჯზე ფულს ითხოვდნენ და გაჩერებული რო იყავსე და გადგინდა რო არ გაჩერდები იმდენად არ დაგდევდრეთ რა ამიტომ ვიაროთ იარ და თვალს რა ხამხამი ეხლა დაახამხამი და თვალა დაახამხამი რო დაახამხამი აღარ ახამხამი აი სიგნალები გქონდებდნენ თან გონია რომ თან ისე ტრასები არ არის მისახომოსახვეები რაღაცა სულ არ გაჩვენილი ასე პირდაპირ და ერთი ცოტა სვას დავასვენებ და გავახეზე და აღწევდი და აღარ ვახევდი და ამდენჯერ ხალხიდან მასწრებდნენ
ხალიქიდან ჩემთან ერთად იყო. მოვიძებდი გზაზე. ესე ჩვენც იგივე ტრასაზე ვიყავით. იგივე გეგმის ნაწილი და ზოგ საკეთს ძინავს და ზოგს გაიგებდა, მაგრამ ჩვენ რაღაცა უნდა დავინახოთ. მე მინდა რომ დავინახოთ ღმერთის გეგმა და საერთოდ ვარ კი იმ გეგმის მიმდევარი, რაც ღმერთს აღჩენს ცხოვრებაში თუ არა. კითხულობ ერემია წინასწარმეტყველის სიქსისეო მე-11 მოხს 21. რადგან მე ვიცი ჩემი გეგმები, რაც თქვენთვის დავგეგმე, ამბობს უფალი. საკეთილდღეო გეგმები და არასაზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი. ისინი ყველა ადამიანი, ვინც არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად არის, იცოდა რომ ღმერთს აქვს გეგმა შესწავლ, მე ამას ავცნობ. თავარი არ დაგაინტერესდება თუ არაც გეგმა. თავარია რომ იმ გეგმის მიხედვით დაიწყებ თუ არ შენი ცხოვრების დაწყებას, აქცერია. იმედიანი გეგმებია, მომავლიანი, არაფერი არ ემოცაზია. კეთილი, სასურველი და სრულყოფილი გეგმები არის. თუ რაიმეზე უნდა ფიქრობდე შენ ცხოვრებაში, ღმერთო შენს გეგმაში ვარ თუ არა. თუ ავსდი შენს გეგმებს, ავსდი შენს მოწოდებას, ავსდი შენს განზრახობს, თუ ისევ იქ მოძრაობს რაც შენ. იცოდე ღმერთის კურთხევა. მიგიყვანს აუცილებლად იქამდე რომ იგებე ყველაფერს სასიკეთოს და მომავლიანს. მაგრამ თუ არასწორი გეგმით ვივიდა ღმერთის გეგმებს გადაუხარო, მართლა სოფლებში აღმოჩნდები, სადაც აულში აღმოჩნდები, სადაც ჯაგებში აღმოჩნდები და იტყვი მე ხო გეგმას მივდევდი. შეიძლება მისდევდი თავის დროზე, მაგრამ რო გადაუხვიე, ძალიან რთული იქნება, ისე უნდა დაბრუნდე უკან და ისევ გავდა და წლებად იქნება დაკარგული. და ვისაც წლები დაკარგული მინდა გითხრათ, თქვენ მშვენიერი მოწაფეები ხართ, თუ კარგად ისწავლეთ და მეც რომ კარგ მასწავლებლად გადავეცეთ იმად, რომ არ გადაუხვიოთ და დრო არ დაკარგულ ადამიანებს. კარგია როცა ადამიანს ასწავლე, ელაპარაკები. და თავს იქნება, კი, მაგრამ სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოსის მას შესწავლებს. ჩემს ქრისტიანულ პრაქტიკაში მე უამრავ ადამიანისთვის მიმიცი არჩევა, რაღაცა დარიგავს, კი, პასტორ, რაზე ელაპარაკი, გასაგებია, მაგრამ ღმერთს უნდა რომ ჩემი ნათქვამის გამოცდილებით კი არა, საკუთარი უჯრედებით ისწავლოს ადამიანმა, რა საშინელებაა გადახვევა ღმერთის გეგმებიდან. მოდით შორიდან დავიწყოთ სანამ ამ გეგმების გადახვევაზე დავსვეტლავ. პირველი, ყველა ადამიანს კიდევ მეორე, ყველა ადამიანს არ აქვს ამას მნიშვნელობა. ვინ როდის მოვიდა, როდის არ მოვიდა. ყველა ადამიანზე ღმერთს აქვს თავისი გეგმა. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ის გეგმა, რომელიც იმ ადამიანზე აქვს, ღმერთს სულთნად განსხვავდება შენგან. აი ორი დალიზიანი იქ. რა გეგმაც ერთზე აქვს ღმერთს, მეორეზე იგივე არის. შეიძლება მოდივარ ერთი საჭმელი ჭამონ, ერთად ეძინოთ, ერთად იანონ ეკლესიაში, მაგრამ სხვა გეგმებია ღმერთს. ეს მე რომ დაწყად გამოჩნდება. ღმერთს თავისი გეგმები აქვს, ორიგინალური გეგმები. არა პატენტური და არა წაბაძული. ყველა პიროვნებაზე, ინდივიდუალური და არავინ არ იცის ღმერთმა თქვათ არის. არავინ არ იცის. შეიძლება ჩვენ გვინდა, როგორც მოვაკეთებ, შენც ვერ გააკეთებ. ის ვერ გააკეთებს, როგორც მოვაკეთებ, როგორც მე დავინახე, შენც დაინახე, რაც მე გავაკეთე, ეს არ გამოვა. ყველა პიროვნება ინდივიდუალურად აქვს ღმერთისგან მართლობა და ყველას უნდა კონდეს სულის მართლობა და შეცდომებიც მისთვის გაკვეთილად უნდა გადაიქცეს. ერთი ადამიანი ასეთი გამონათქვამი არსებობს. ერთი ოჯახიდან შეიძლება ადამიანმა სულიც გააკეთოსო და ისიც ნახები ამბობ, შვილები რო გამოვიდეთ, ერთი პროფესორი გამოვიდა და მეორე თქვათ არა ისეთი როგორცაც თვითონ ფიქრობდნენ და ნოთიან სმენ რატო აქვს ერთი ოჯახიდან არ გამოვიდა ორივე. ისინი თუ დღეს ამ ორიგინალურ საკითხზე არ იქნება ყველა უნდა დაცალცალკებდეს თქვას, მერტო შენი გეგმა მინდა ვიცოდე ჩემზე. დავითი ეხმაძებდა ფსალმუნებში ღმერთსა და შენი გეგმა მაჩვენებო ღმერთო ჩემზე, როგორია ჩემი ბოლო მინდა დავინახო რანაირი იქნება.
ყველა მოაზროვნე ადამიანი ფიქრობდა იმ გეგმაზე, იმ პროექტს, იმ ნახაზზე, არის როგორც გნესი ჩათვალ, საიდან ვითარდებოდა. სად შეიძლება ცდულება მოსულა გადახვა, რა თავი იქამდე მე წავიდა სხვა მართლობრივ გაურია. თავიდან მისდევდა ფახტა აურია. მოდი დავიწყოთ, როგორ იწყება ღმერთის გეგმა და როგორ ვითარდება და როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა გაყვეს ღმერთს იმ გეგმაში, რომელშიც ღმერთს უნდა ამ ადამიანს კურთხევები მოუტანოს და აზიაროს კურთხევებს. პავლე მოციქულიანს მე მიუყვებიო ამ მოწოდებას და ამ გეგმაში არის მინიმუმიც და მაქსიმუმიც. შეგიძლია რომ მინიმუმი თავი გადაერჩინო. გადაერჩინეთ თავი ამ უღმართი და დაუყოვნებლობისგან. არის თუ არა ერთ-ერთი მოწოდება? პეტრე მოციქულის პირველი ქადაგება, გადაერჩინეთ თავი. ანუ პირველ სიცოცხლეს თავს გადაერჩინეთ დამთავრდა, მაგრამ პავლე მოციქულიანს მე თვით გადარჩენის და საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის არ ვიბრძვი. ძმებო, ფილიპელთა 3:13. მოდი წავიკითხოთ 12-დან. არა იმიტომ რომ მივახცია სრულქმნილი გავხდი, არამედ ვის რაფერო იქნებ მივახცია, როგორც მე მომახცია ქრისტე იესო. ძმებო, არ მიმაჩნია რომ უკვე მივახცია, არამედ ერთს ვაკეთებ, რომ ვივიწყებ რაც ჩემს უკან არის და ვილტვი იმისაკენ რაც ჩემს წინ არის. 14-დან მოხდი. ვილტვი მიზნისკენ ღმერთის უმაღლესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში. მან იცოდა რისკენ ქონდა ტოლოა და რისკენ ესტრაფოდა, რაზისთვის იხდიდა ამ ფას. მოდით ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვეხებოდით. ბარტიმეოსის თავარი პრობლემა მან იცოდა რა შეგვიძლია. რა იყო მისი თავარი პრობლემა? ქრისტეს უყურებდა ძეო დავითისა, ვისი ჩემი წყალე, ძეო დავითისა შენი წყალე. და ქრისტემ გაიარა რომ მოიყვანეთ ჩემზე. რომ მოიყვანეს, ხედავს რომ ბრმა არის, მოიყვანეს. უფალი შეკითხვას უსვამს, რა გინდა რომ გაგიკეთო? რა გინდა რომ გაგიკეთო? ნუ ფული მინდა უფალო შეერი ვარ, მე რო ვერ მუშაობ, ბრმა რო ვარ, საჭმელი არ მაქვს, მე და მინდა რომ ფული მქონდეს და არ ვიღაცამ მაჭაროს ხოლმე. არ ბარტიმეოსმა იცოდა, რო ვერ ჭამე. შეერი რო ვარ. ყველა ჩემი პრობლემა, ქაოსში რო ვარ, ფეთებაში რო ვარ, ყველაფერი რაც ჩემს თავზე ტრიალებს, ერთი მიზეზი აქვს ამას, მე ბრმა ვარ და ბრმა რო ვარ და თუ თვალე მიხილება, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იქნება ამას მოსებს. ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგება. ყველაფერს თავის სახელს დავარქვა. ეს რა არის? ეს ბურთი მინდა დავარქვა. ეს ბურთი რა თქმა უნდა ჭიქაყოფილი. ეს რა სადოა? სადოა, არ ვიცი სადოა. ეკლესიაში აკადემიის. ცოტა ბრმა ხარ, ვერაფერს ვერ ხედავ. მაგრამ თუ თვალე აგიხილდა, შეშეგიძლია სახელების ორად და ამას ცენებს. სახში ვიცით სადგიდეს ბატარეა. დედა ჩემი მოქვს ერთი ბატარეა. შვილო ამას შეერთებო დედაზე და მთელი ღამე ანათებს ესეთი რაღაცნაირი ბატარეა. მთელი ღამე შეიძლება და ანათებს. ხოთაშორის ყველას ჭისით ქვეყანაში ცხოვრობთ შეკები შეიძლება გამომიწეს. თან ძალიან იაფი არის. ასე 5 ლარი ის რაღაც და მთელი ღამე ანათებს, ანუ დეჟურნა შუქად გიქნება. გორიში შუქი. ვიცოდეთ სადაც იყო. გამოერთო შუქები, თიკამ დაიწყო. ვერაფერს მათგან შემდი იყავება დიდეთი ეგრე ბრელა არა გავაკეთე. ვეძე. ვიცი სადაც დევს ახლა ჩემს სასწრაფოში. ხელით მოვსინჯე ბრმა ყველაფერს. იქვე დევს და ვერ პოულობ. იქვე აი. ოპა. აი მაგრამ სინათლე რო არ არის. ვერაფერსაც ვერ ვიპოვე. აი ვიდეთ იქვეც ხელ წინ დევს და ვერ პოულობ იმ პრობლემა. როგორც იქითაა ეს რაღაცა სანტენ პლუს მოიტანეს და ყოველგვარ ყოფილი. ერთ პატარა სინათლე ჭირდება. მოგარი. აი თუ რა უნდა შევცვალო. აი თუ როგორ დამოვიქცე. ერთი პატარა სინათლე და всё. უკვე ყველაფერი იცი. სად რადევს, სად როგორ უნდა იყოს, რას რა ქვია და რა როგორ უნდა იყოს. ეს ვინმე. ყველას შენს გულში რო ივიდე. ოთხარ ვერტა. არ მინდა ბრმავები. არ მინდა ესე დავდიოდე. დაბნეული. ამდენ წლები რაღაცას მიყვები, სადღაცას მიყვები, რაღაცას ვეძებ.
რას ეძებ, სად დადიხარ? რას გინდა რომ მიაღწიო? ბოლო რა იქნება? რა როგორი არის მაგისი ბოლო? ღმერთმა თქვა რომ ბოლო კეთილია, არასაზიანო, იმედიანი, სამომავლო, სასიკეთო, კეთილი, სასურველი, სრულყოფილი, იქ დიდი რა, მაგრამ რომ ვერ მივდივარ იქით? ღმერთო, კრებაზე სიარული ისმენთ ყურადღებით. თუ მსახურებაზე მოდიხარ, თვალი არ გეხილება. იმ პროექტზე რომელიც ღმერთს არ შეძლო, მაშინ იქ სიარული არავის არაფერს არ შველის. შენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფიქრები რა არის ღმერთო შენი გეგმა ჩემზე. იმ ქადაგების დროს რაღაცა უნდა დაიჭირო. იმ მსახურების დროს რაღაცა უნდა გაიგო. იმ მსახურების დროს ცოტა სინაკლებად უნდა მოეფინოს. რაღაცა შენ დუხში უნდა დაიჭირო. ერთი პასტორი ამბობდა, მიმიყვანეს ერთგან და მივკიცებდნენ, რომ სულით მაღალი ეკლესია ვართ და სულით ვინმე მეუბნება. შენ ქმედებებს ნუ უყურებ რასაკეთებენ, დუხ ნადალავით, დუხ. სული უნდა დაიჭირო, სული, რა სულის არის ეკლესია, რა სულის არის მსახურება. ეს სულში უნდა მიხვდე, რა მოძრაობა არის ეკლესიაითმის ესა თუ ის საქმიანობა. ის ვინმე. თავარი ჩემი ამოცანა მდგომარეობს შემდეგში. მე უნდა გავხსნა ეს კარტი. ყველაფერს გავაკეთებ ღმერთო. რომ ეს კარტი ჩემ ცხოვრებაში გაიხსნას. მაძიებლად გადავიქცევი. ქრისტე თქვა, დინს ეძებს ყველა ყოველს. თავარია რას ეძებ? და ვიცი რომ ერთ-ერთი რასაც უნდა ეძებ ეს არის. შენი გეგმები მინდა ვიცოდე ჩემი. საგალობელი. მინდა ვიცი როგორ არის საგალობელი? Victoria შენი გეგმა. მე კეთილია მანდა ეს. ზუსტად შენი გეგმები ჩემს. იცი მე ძალიან მიყვარს ეს სიტყვა. საგალობელი გვაქვს ასეთი. სურვილი მაქვს რომ გავიგო შენი გეგმები ჩემს. შენ დიდი ხანი არ გიფიქრებ, მაგრამ ამ ბოლო დროს გვერდი მე მიმახვილებს ყურადღებას დაუბრუნდი, აიღე როქა. იპო შენი მოწოდების თავარი ადგილი რისთვის ხარ? არ და ღმერთს თავისი გეგმა აქვს. თვითონ ჩვენ ხომ თქვა, მე ვიცი ჩემი გეგმები შენზე. და ჩვენი პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ყველა თავთავისი გზით დადის. და ყველა გზააბნეული მიდის არა იმ გეგმით, რომელიც ღმერთს უყურებს ცხოვრებაში ახსნობს. ღმერთს უნდა მოიტანოს ჩვენ ცხოვრებაში სწორი ქადაგებები, სწორი სწავლებები, მეტი სინათლე, მეტი მადლი, მეტი გარკვევა იმისა, რომელიც ხადად ვიცოდე. მე ღმერთის გეგმას მოვყვები. ამენ. ღმერთის გეგმას მოვყვები. ჩემ ცხოვრებაში რაღაც ეჯებია. ამენ. ღმერთის დამოწმებით სიმყარად არის და უფრო ღრმანადიჯებს დგავ ოჯებამდე, მუხლებამდე, წელამდე და დინებას მოვყვები. და ღმერთი თავის გეგმაში უფრო მათმოწმება. ამენ. ამენ. პირველ პეტრეს მეორე თავის 25 მოხსნავი კითხვა. რამე თუ ცხოვრებივით იყავით გზააბნეულიო და ახლა დაუბრუნდით მწყემსა თქვენი სულების დამცველს. როგორ იყავით? ცხოვრებივით იყავით გზააბნეულიო. ისედაც ნასწარმეტყველში წერია, ხოთი დავიკითხოთ. ყველანი ჩვენს გზას ვადექითო. ყველა ჩვენი გეგმით დავდიოდით. უფალმა კი მას შეჰყარაო ჩვენი ყველა მეუქსემხულთან ისაა 43-ს ყველანი ცხოვრებივით დავახეტებოდი თვითოული ჩვენ გზას ვადექითო უფალმა კი მას შეჰყარა ორი ჩვენგვანის უკეთურება ყველა ჩვენგანი ცხოვრებივით გზა რა სხვა გზავნეული სხვა არის სადმიდის წინ რა იქნება გელი შეჭამს რაღაცას გადაიჭეხება რას მიაღწევს მივაადგილავთ თურმე თვითოული ჩვენს გზას ვადექითო ყველა ჩვენი გეგმით მივდიოდით. ყველას ჩვენი მიზნები და უაზრო უგზა ხედვები ქონდა, მაგრამ ღმერთმა მას შეყარა მთელი ჩვენი ბრალის გამო ტანჯვა და წამალი. მე მინდა დღეს რაღაცა დავიწყო დასაწყისში, შემდეგში ათოსათა უფრო მაგარი საჭიროება შევეხებთ, მაგრამ მოკლედ დავიწყოთ ძალიან როგორ იწყება ღმერთის გეგმა. საიდან უნდა დაინახოს? პირველი ღმერთს აქვს გეგმა, ეს არის გარდაუვალი. მეორე ღმერთის გეგმა
დასაწყისში იწყება იმ ადამიანზე ხსნით, რომელიც უღმერთო მდგომარეობაში იმყოფება. ირონება, რომელიც ცოდვაშია, ანუ ჯერ კიდევ არ იცნობს ღმერთს, ისეთ რატომ უნდა უქადაგოს პიროვნების სახარება? რატომ უნდა ისმენენ ისინი ღმერთის სიტყვას? თუ მაცხოვრებაში ეხლა მოვიდა, რომ გაიხსნას მაცხოვრებაში, უკვე გაიხსნას, მოვიდა დღე და დრო, რომ უნდა გაიხსნას მაცხოვრებაში ღმერთის გეგმები და ნელა გაიხსნას და გაიხსნას. აუცილებელია ქრისტემ თქვა, წადი და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. დაუმოწმოთ, უთხარით და მაცხოვრებაში დაეცლება ღმერთის გეგმების გახსნა. თუ არც აქვს ესეთი თვისება, ვარდის კოკორი ხო არის ასეთი? შიგნით ვარდია, მაგრამ ჯერ არ არის გაფუჭებული. იცით ხო? ყველას უნდა თქვით, რომ ის დაგვირგვინებთ. იმას თუ ხელოვნურად გახსნა, აუცილებლად გააჩნია. აუცილებლად გაფუჭდეს, ბუნებრივად არის, თვითონ უნდა გაიხსნას. ღმერთის გეგმას დაკეტილი არის ასე, ვარდის კოკორით არის ჩაკეტილი შიგნით. მას სჭირდება თავისი ატმოსფერო, თავისი დრო და თავის შედექსის თავის დროზე გახსნის და მოიტანს და გეტყვის. აი ეს იყო იმ გეგმაში კიდე გეგმები არის, კიდე სხვა რაღაცები. მაგრამ დასაწყისში პირველი რაც უნდა სხვა დასაწყისში. მე მინდა რომ ყველა მიცოდეს. ზოგი სხვადასხვანაირად აღიქვა, სხვადასხვანაირ ემოციურად ადამიანს სხვა რაღაცას გრძნობს, მაგრამ ყველა პიროვნება, ვინც კი ისმენს სახარების სიტყვას. შინაგანად გრძნობს ღმერთს აქვს გეგმის ხოლმე. გრძნობს ღმერთს რაღაცა უნდა მისგება. ქრისტემ თქვა, იოანეს მეხუთეთავი, მე არ ჩავთვლმადებ ყველაფერს. ღმერთის ძის ხმას გაიგებენ და მსმენელნი გაცოცხლდებიან. ამენ. ხალხი, რომელიც მკვდრები არიან დღეს ღმერთისთვის, სახარებას რომელსაც ჩვენ ხშირად ვხადაგებთ, ქრისტემ თქვა, ჩემს ხმას გაიგებენ ისინი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მოდი ჟამი და ახლა არის, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან. მე როგორ გავცოცხლდით, თუ იცით? მკვდარი ვერაფერს ვერ ისმენს, ვინც მკვდარს არაფერს არ ისმენს. მაგრამ ჩვენ მკვდრები ღმერთისთვის ვიყავით. და ქრისტემ თქვა, როცა მქადაგებელი ქადაგებს, ან მსახურობს სიტყვით, ის ვერაფერს ვერ ამჩნევს, მაგრამ ის მკვდარი ამჩნევს. მკვდარი ამჩნევს, რომ ეს შენი ხმა არ არის, ეს მისი ძის ხმა არის და მსმენელებს აცოცხლებს. მე მოვედი ვიჯექი მსახურებაზე. მე ქადაგებელ ეგეთ ზივარ ჩემთვის ეხუჟები. მაგრამ გულში რაღაც პროცესები მიდიოდა. და მე ის კი არ ვირწმუნე, რაც ქადაგებელმა თქვა, მე ის ვირწმუნე, რომ მისი ხმა ისმოდა ჩემ შიგნით, რაც უთხუარი მოწმობა იყო. შიგნით ჩემი ხმა კი არა, მისი ხმა უნდა გესმოდეს. ხვდები შინაგანად, რომ ეს ღმერთო მისგან გამოსული აზრი, მაგრამ შენი სიტყვა და სული მეხება. პირველი რაც ღმერთის გეგმა არის ადამიანზე, ეს არის ღმერთს უნდა მსმენელი გასცეს. პიროვნება როგორც კი ისმენს ღმერთის პიროვნება. რა არის მონანიება? მოიგონეს მილიონი ფორმები. რასაც მე არ ვეთანხმები და ბიბლიურად არ არის. მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ვისაც გინდათ რომ მიიღოთ ქრისტე თქვენს გულში, გამოდით წინ და თავი ჩააბარეთ ღმერთს. მე არავისთვის არ მეთქვია ეს, გამოდით წინ და თუ მეთქვია კიდევ ძალიან იშვიათი ესე. პირველად თუ გულში ისმენს, გულშივე მისცემს თავის სიცოცხლეს ღმერთს და დათან მიყვება ასე, მე სადაც მიმსახურია ხალხი ასე აძლევს. მაგრამ ვიღაცა სურათები ხომ უნდა გადაიღოს. რაღაცა ხომ ეს ყველაფერი არის ადამიანების დანამატები. მაგრამ მე რუსთავში საოჯახო დავიწყე ჩვენ გასვით ხო? და ჩვენ არაფერი მსგავსი არ გქონია. ჩამოვდიოდი ხომ ორი სამი ადამიანი იგებებოდა. ერთ პატარა საოჯახოს ვატარებდა. რომ ლაპარაკობდი, ვადმობდი მკვდრებს, როგორ ესმოდათ მისი ხმა. და ვატყობდი ხომ სამი მოსდიოდა. ზოგი გულით იძროდა შიგნიდან და ცოცხლდებოდნენ. მეორე კვირასაც მოდიოდნენ, მესამე კვირასაც. დაიწყო ღმერთის გეგმები, დაიწყო. და როგორ გავიქარდები?
თავარი როგორ განვითარდება. მაგრამ პირველი სწორად კი დაიწყო. ღმერთის ძის ხმა გაიგეს, მსმენელმა და გაცოცხლდა ბევრი. კარგია, როცა გაცოცხლება მოდის, მაგრამ ეშმაკი როგორც ეწინააღმდეგება გაცოცხლებას, ისევე 1000 მაგათ ეწინააღმდეგება, რომ არ გაიხსნას ღმერთის გეგმების შესრულებაში. რადგან ცოცხალი იყო ღმერთის გეგმები ქონდეს დაკეტილი. ღმერთის გეგმები თუ დაიკეტა შესრულებაში, იმ სიცოცხლესაც აღარ აქვს ფასი. გემო არ აქვს. ვერანაირად როგორ თქვა, ვერ განიცდი იმ სიამოვნებას ღმერთში და შემაგერო ეს იყო შენი კრებაზე მოსვლა, ეკლესიაში მოსვლა და უნდა რომ შენი სახით ბევრს აჩვენოს, რომ შენც თუ გაცოცხლდებით, რომ აი ასეთი გახდები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეცდომა სხვა რამეშია და ღმერთი გვაჩვენებს ამას, მე კი არ ვფიქრობ. ღმერთი გვაჩვენებს, რომ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ღმერთის გეგმას არ გავყევით. ღმერთის გეგმა თვითონ დაამოწმა, რომ ის არის კეთილი. კიდე წავიკითხავ. ჩემი გეგმები მე ვიციო მარტო ღმერთმა თქვა, რა თქვენთვის დავგეგმე ამბობს უფალი. საკეთილდღეო გეგმები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი. ღმერთო სად არის ეს გეგმა? სად ვიპოვო? სადღაც გინახეთ ფილმები რომ დაეძებენ რაღაცა რუკას. ხალხი ზოგი ცხენებით მიდიოდნენ რაღაც თავგადასავლები რაღაცა ერთი რუკის რაღაც ნაწილს იპოვეს მეორე და აღმოაჩინონ ის რაღაცა განძი. მე ვიცი სადაც ინახება ეს განძი და თუ მომისვეთ ხოლმე პირაობით ალბათ ბევრ რაღაცას დახინახავთ თუმცა ბიბლიაში წმინდა წერილებში არის განძი და ღმერთი დრო და დრო გვაძლევს გაცხადებას ამ სიტყვისას და უფრო და უფრო მოვხვდებით საიდან როგორ უნდა ვიმუშავოთ ამ განძს დავივიდეთ. ყველა შემთხვევაში პირველი ნაბიჯი იგრძნობა ასე. მე ჩემს თავს გადავცემ ღმერთს. ადრე თუ სხვები ვიყავთ გზავნილ და ყველა ჩვენ გზას ვადეთ, მე რომ ვიტყვი, მე რომ მინდა, მე ეხლა უყალო იყოს ნება შენი. უკვე რაღაცა შეიცვალა. რაღაცა შეიცვალა, ამენ? მე რომ ვიცი, მე როგორც შეეცადეთ რომ ამოირეცხო შენი თავიდან, მე მართლაც სხვარი გზავნეული და ის ადამიანი მე როგორც მინდა, მე რაც მინდა, მე რომ ვიტყვი, ეს მე უნდა წავიდეს და უნდა მოვიდეს უფალო. 22 ფსალმი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფსალმი დასაწყისი დავითისა. უფალი ჩემი წყემსი. აქამდე თვითონ წადი ჩემს თავს. აქამდე მე თვითონ ვიცოდი რაღაც, მაგრამ ეხლა უფალს ვეკითხები და უფლის მართლობას ვეძებ ჩემს თავს და ჩემს ცხოვრებაში. თუ უფლის მართლობა არ დაიწყება და ისევ მეობა იქნება, მე ვიცი სად უნდა ვიარო, მე ვიცი როგორც უნდა მოვისმინო, მე ყველაფერს მასწავლეთ იცი, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო, მე ადამიანი იჭერდება თავის მეობაში ისევ და უფლის მწყემსობა და მართლობა ვერ ვითარდება მასზე. ისე ხარ უფალო თუ რაიმე ჩემს ცხოვრებაში ჭირდება, ეს არის შენი მწყემსობა და იწყება პირველი ყველასელთა ერთის 13 წერია. მან გვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისაგან და შემიყვანა თავისი ძის სასუფეველში. პირველი რაც ღმერთის გეგმის ნაწილი არის, რომ დაიხსნას ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებისაგან და შეიყვანა თავის სასუფეველში. აი აქედან უკვე ახალი გაზრდნა, ახალი სწავლება, ახალი მართლობა იწყება და ყველამ დაიცოდეს. ღმერთო არც ის არ ვიცი ვინ ვიყავი და იმ სიბნელეში რას ვაკეთებდი. აქაც ბოლომდე ვხვდები რისთვის მამზადე როგორია ჩემი ბოლო. და დღეს ჩემი ფუნქცია და ჩემი როლი მინდა დავინახო აქ, რას როგორ უნდა გავყო და რა უნდა გავაკეთო, რომ მე იმ შედეგებთან მივიდე, რომ შედეგებიც სასიკეთო იმედიანი და მომავლიანი. მე რამოდენიმე სიტყვა შევეხები დღეს დრო გვაქვს ცოტა, შემდეგ კვირას ალბათ გავაგზავნებთ ამ თემას. ფიქრობდი რომ ეს თემა ფართო არის და იმიტომ ვთქვი რომ თუ ფართო და შევხედეთ ამ საკითხს ვერ დავინახავ. რას უნდა გავყო, საით უნდა გავყო და როგორ უნდა ვუძრავ. ალბათ შემდეგ კვირას ალბათ დეტალურად შევეხებით უკვე თუ ღმერთში როგორ არის ყველა პიროვნებაზე ინდივიდუალური, მარადიული, ინდივიდუალური გეგმა ღმერთისა.
ეფესელთა პირველ თავში წერია. მან ამოგვირჩია ჩვენ საუკუნო დროთა უცებ ქრისტე იესოში. სარვა პროცესები უკვე ხორჩესმას მიიღებდა მის პროექტში უკვე არის ეს ჩადებული. თავარი პროექტის წინააღმდეგი მოძრაობა. თავარია დავინახო ჩემი თავი. ამოგვირჩია ქრისტეში საუკუნო დროთა უცებ. სანამ რაღაცები შეიქმნებოდა ფიზიკურად მანამდე მის ხედვაში ჩვენ უკვე ამორჩეული ვიყავით და კურთხეულიც ყველანაირი კურთხევით ქრისტე იესოში როგორც ამგვარჩია ჩვენ მასში ქვეყნიერების შექმნის წინ რათა წმინდანები და უბიძულები ვიყოთ მის წინაშე სიყვარულით წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილობა ქრისტე იესოს მეშვეობით თავისი ნების სურვილისამებრ და საერთოდ ეფესელთა პირველ თავს სახში მივხვდით კარგად ჩავაგდრო შენ შენი თავი თუ სადმე წინ შეგიძლია დაინახო ამაზე წინ ვერსად ვერ დაინახო ამაზე წინ არსად არ ჩანს შენ შესაძლებელი შენ სანამ ფიზიკურად გაჩნდებოდი და მეც სანამ ჩვენ საკუთარ თავზე აღქმას დავიწყებდით და რაიმე ჩვენს პიროვნებაზე რაიმე გვეცოდინებოდა და ეს საიდუმლოება ძალიან სერიოზული საიდუმლოებაა ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ვინ ფიქრობდა ჩემზე მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი რას გეგმავდა ჩემზე როცა მე ჯერ არ ვიყავი მე ჯერ თვითონ საკუთარ თავზე არაფერი არ ვიცოდი მაგრამ ყველაფერი იცოდა ჩემზე იცოდა ჩემი ვინაობაც ჩემი დაბადების წლებიც და იცოდა რა უნდა გავაკეთო მას აქვს თავისი გეგმა როგორ უნდა ვიცხოვრო ამ მიწაზე მისი გეგმის და მისი ნების თანახმად შემდეგ კვირას რომ მოგრუნდებით ჩვენ აი ამ დეტალებს ნელა გავუყობით და უნდა მოვეძიოთ ვიბოთ რა არის ღმერთის გეგმა ჩემზე და მივდივარ თუ არა იმ გზით და იმ გეგმით და როგორც პიროვნები ისე ეკლესია თუ ღმერთის გეგმას მოიძიებს და თვალს აახაზდებს უკან ყველას დიდი რაც მინდა მაჩვენე ეს გეგმა ამას ერთ-ერთი პასტორი მისიონერულ სკოლაში ასწავლიდა თქვა მე მაქვს ერთი დიაგრამა ასეთი მიდივარ და როცა უხადაგებ ადამიანს მე ამ დიაგრამას ვაჩვენებ და ხალხი ინანიებს და თავს ღმერთს ბოლოს არ გვაჩვენა ეს დიაგრამა თქვა რომ გაჩვენებთ როგორია ეს დიაგრამა რითაც მომუშავ მაგრამ არ გვაჩვენა ღმერთს აქვს საიდუმლოებაში შენახული თვითონ ჩვენგანზე თავისი გეგმა და თუ ჩემი საფიქრალი არის რამე დღეს და ღამეს ვთქვა ღმერთო ვარ შენს გეგმაში თუ ამოვარდი იქიდან ვაკეთებ იმასაც გინდა ცხოვრობ იქ სადაც გინდა მივდივარ იქით საიდანაც გინდა თუ როგორც მე მინდა ისე მოძრაობ და შენს გეგმებს საერთოდ არ ვთვალისწინებ და რაღაცა აჯებსამდანი მაქვს ბნელში არეულობ მე ბრმავარ ბრმას კიდე თავზე მაყლია ყველაფერი და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად არის არა მე თვალი მინდა ავახინო და ღმერთო ბოლო დროს თუ კი რაღაცას ღმერთი გააკეთებს თვითონულისთვის მე მჯერა ეს არის თვალი აგეხილოს და აგვეხილოს ყველა საერთოდ თვალი შემდეგ უკვე ღმერთი ყველა ადამიანზე იწყებს თავის მართლობას და წერია იოელს დასტამოთ ყველა თავისი გზით მიდის და ერთმანეთს აღარ ეხებიან არ მიიღებს ერთმანეთს ამოყენა მისი მსგავსი არ ყოფილა არც მას შემდეგ არ იქნება ამენ ნუ ჩვენ შევეხეთ ნაწილს ამისას ეს სერიალი ვიხარით ძალიან მოხდა შეიძლება მაგრამ არც არ მეგობრებო არ ფრალას და გაუგებარებოდეს მივედეთ მოდი ეს კვირა საძიებლად გქონდა შეაც ამენ და ფიქრობ რომ თითოეულ პიროვნებას ვინც ქრისტეში შეაფარა თავი პირველი ნაბიჯი სწორად არ გადაგმონა მე ღმერთის გეგმის დასაწყისში შევედი მოსწორად იმიტომ რომ ცოდვას და ქვეყნიერებას გავაკეთე და უფალთან დავბინავდი ეხლა აქ ღმერთს აქვს თავისი გეგმა თავის სახლში თუ ჩემს ცხოვრებაში როგორ უნდა რომ მომამზადოს რომ ჭუმჭრად გადამოქციოს ბოლო დროის ტვისტის რომ გამოსადეგარი ვაკეთოს ამენ